პროგრამის თომაზე პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვის დროს დაისვა საკითხი, რომელსაც როგორც მოხსენებელი დავეთანხმე. ეს არის საკითხი ექსტრემისტთან დაკავშირებით და კონკრეტული მაგალითიც იყო მოყვანილი გერმანიაში, მაშინ როდესაც კონსტიტუციური ორგანოების, კონსტიტუციური წყობილების არ აღიარებდნენ პირები და მათი გაერთიანება დაახლოებით 20,000 ადამიანს მოიცავდა, ამავდროულად მოითხოვდნენ, რომ მშვენებსაც მოუწოდებდნენ, რომ არ დამორჩილებოდნენ კონსტიტუციურ ორგანოებს, არ დამორჩილებოდნენ კანონმდებლობას და რაც თავისთავად საფრთხეს უქმნიდა კონსტიტუციურ წყობილებას, დადგა პასუხისმგებლობა კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის, ხოლო მეორე მხრივ მათი ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ თავს მეფედ წარმოაჩენდა, მისი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობას დადგა. ერთ-ერთი ცვლილება გვთავაზობთ, რომ 53 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მესამე სეგუნდა და პრიმა ნაწილები, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად წარმოაჩენს და განსაზღვრავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა და ამ დროს თავისუფლების საქმეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით და ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მაგალითად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც იქნება ამ მოტივით ჩადენილი, სასამართლოში, როდესაც დადასტურდება შესაბამისი მტკიცების სტანდარტით, რომ ჩადენილი არის ამ მოტივით დანაშაული, სასჯელის განსაზღვრას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის საკითხი. ხოლო გვთავაზობთ, რომ თვითონ კოდექსს დაემატოს 316 პრიმა მუხლი ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატიურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ და სისტემატიურად წარმოჩენა, ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს, ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. ეს გახლავთ დისპოზიცია, ხოლო სასჯელის სახით გვთავაზობთ, რომ იყოს გამოყენებული ჯარიმა საზოგადოებისა თუ სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე, ან თავისუფლების და ვადით 3 წლამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მოკლედ გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. წარმოიდგენ, რომ განმარტოთ აღნიშნული მუხლი არაიურისტებისათვის შევეცდები ყოველ შემთხვევაში. მთავარი საკითხი არის, რომ მთავარია სისტემურობა, სისტემატიურობა, საჯაროობა, რომელიც მიმართული არის ერთი პირის მიერ გამოხატული თავისი პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლისამართლის დანაშაულად და იღლება მკაფიო ზღვარი ერთი მხრივ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და მეორე მხრივ დანაშაულებრივ ქმედებას შორის. მთავარი არის, რომ პირები სისტემურად და სისტემატიურად საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ქმნიდნენ მოუწოდებდნენ ასევე ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატიურად და საჯაროდ თავს წარმოაჩენდნენ, რომ თითქოს არიან ისინი კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლები და ამავდროულად ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა იყოს მიმართული კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებდეს ან რეალურ საფრთხეს ქმნიდეს საქართველოს ინტერესების ან საქართველოს ინტერესების დაზიანებისთვის. ჩვენ
დასჯად ქმედებათ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დასჯადი ქმედება არის მაგალითად კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ეს აქტიურ ქმედებაში განხორციელებული. სანამ დამხობამდე მივა საკითხი, ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობისგან მოწოდება, რაც უკვე დასჯადია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვითაც, რა ვიცი, 10 წლეულებია, ხოლო ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები სანამ ამ მოწოდებამდე მივლენ, ჯერ ქმნიან აღქმას საზოგადოებაში, რომ თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები, არ არსებობს კანონმდებლობა, არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება, მაგალითად არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის არჩევის გზით და საბოლოო ჯამში ამ აღქმის შექმნის მიზანიც არის, რომ უკვე მოწოდების ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას რეალური და ნაყოფიერი და ნუკლიერი ნიადაგი და შემდეგ უკვე კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა მოხდეს, რაც ვიხილეთ კიდეც მთელი 2025 წლის 2025 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე 2025 წლის 4 ოქტომბერს ეს დაგვირგვდა კიდეც კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობითაც. სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა, რომ არსებობენ მაგალითად პირები, რომლებიც სისტემურად და სისტემატიურად არ ცნობენ კონსტიტუციას, არ ცნობენ კონსტიტუციურ წყობილებებს და რეალურად ისინი თავიანთი ქმედებებით საქართველოს სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს, ამავდროულად არ ცნობენ დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს, რომ საქართველოში საქართველოს ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და კონსტიტუციური ორგანოების არ ცნობა და სხვებისთვისაც მოწოდება, რომ არ დაემორჩილონ მათ, ესეც მიმართულია ზუსტად დემოკრატიული წყობილების საწინააღმდეგოს, რაც თავის მხრივ მაგალითად რომელიმე კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველიც კი არის და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ სამ სუბიექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უკვე მიმართული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად ის ქმედება, რაც კონსტიტუციურ ჭრილში პარტიებისთვის არის აკრძალული, აღნიშნული ქმედების მათ შორის გამოყენება უკვე სხვა ურთიერთობებშიც ხდება დასჯადი. ეს არის ცვლილებები, რომელიც მესამე პუნქტის სახით არის წარმოდგენილი, დანარჩენი ხასიათის ცვლილებები უფრო ტექნიკურ დამაზუსტებელია იმ პრინციპისა, რომელიც ასახული ჰქონდა პირველი მოსმენის ფარგლებში. გასაგებია